ყოველ ოთხშაბათს 17 საათზე. წარმოგიდგენთ რადიო გრუნისა და კლინიკა პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ერთობლივ პროექტს გრუნიმედი. გადაცემას უძღვება ქირურგი პროფესორი გია თომაძე. გაეცანით თანამედროვე მედიცინის სიახლეებს, მიიღეთ კომპეტენტური რჩევები და აღმოაჩინეთ ჯანსაღი ცხოვრების მარტივი გზები. ყოველ ოთხშაბათს 17 საათზე სამედიცინო გადაცემა გრუნიმედი. თქვენი გზა ჯანმრთელობისაკენ. მოგესალმებით ჩვენ უსმენელებო, ვაგზელებთ რადიო გრუნის სამედიცინო გადაცემას სახელწოდებით გრუნიმედი, რომელსაც წარუძღვები მე, ექიმი გია თომაძე. დღეს ჩვენ სტუმრად ვყავს ისეთი სპეციალობის წარმომადგენელი, რომელიც არის უნივერსალური, თუ შეიძლება ითქვას, მიმართულება მედიცინაში. ეს არის მედიცინის ის ნაწილი, რომელთანაც წარმოიშვა შემდგომ ყველა ჩვენთვის ცნობილი მიმართულებები, არაქირურგიული მიმართულებები, კარდიოლოგია, პულმონოლოგია, გასტროენტეროლოგია, ენდოკრინოლოგია და სხვა, ყველა რომელიც ვიცით ჩვენ. და ამ სპეციალობას მედიცინის ამ დარგს ქვია თერაპია. ამ დარგის შესახებ სასაუბროთ ჩვენ მოსაუბრული გვყავს დღეს ქალბატონი ნინო ჭაღიაშვილი, რომელიც გახლავთ კლინიკა პინეოს თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი. იგი არის მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კარდიოლოგი, მისი ძირითადი სპეციალობა, როგორც მას უყვარს ხოლმე თქმა არის კარდიოლოგია და მეორე დროს არის ევროპის კარდიოლოგიური ასოციაციის წევრი. და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი გადმოსახედიდან, იგი არის პრაქტიკოსი ექიმი, რომელსაც ჰყავს ბევრი და ძალიან კმაყოფილი პაციენტები. ქალბატონი, უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მობრძანებისათვის, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენთვის და მინდა ჩვენი საუბარი დავიწყო ძალიან ასეთი ზოგადი და მარტივი თითქოს შეკითხვით, რას ნიშნავს ჯანმრთელობა თანამედროვე ცხოვრებაში? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, იმედი ეთერი იქნება ძალიან საინტერესო. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ჯანმრთელობა არ არის ისეთი მარტივი განმარტება, არ აქვს ჯანმრთელობას. ჯანმრთელობა არის ფიზიკური ჯანმრთელობა, სოციალური, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, ფსიქიური ჯანმრთელობა და ამის ერთობლიობა ალბათ ჯანმრთელობა და მარტო დაავადების არარსებობა არ ნიშნავს ჯანმრთელად ყოფნას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე სულიერ ჯანმრთელობას, ფსიქიურ ჯანმრთელობას და ასევე გარემოს, სადაც ადამიანი ცხოვრობს. ეს არის ჯანმრთელობა ალბათ. კი ბატონო. მართალი ვიზამდებათ. ჩვენ ჩამოთვალეთ, რომ თერაპიას გამოიყო ამდენი მიმართულება სხვადასხვა, ხო? მაინტერესებს რაღა დარჩა მაშინ თერაპიას, ანუ რა კატეგორიის პაციენტები არიან თერაპიის პაციენტები და რა არის ის ძირითადი დაავადებები, რის გამოც პაციენტები მოდიან თქვენთან. და პრინციპში რა ჩივილები უნდა კონდეს პაციენტს ისეთი, რომ მივიდეს ზოგად თერაპევტთან. იცით რა არის, თერაპიას კი გამოიყო ძალიან ბევრი და მათ შორის კარდიოლოგიას და კარდიოლოგიაც კიდევ იყოფა, არ არის ესე. მედიცინა წინ მიდის და ყველაფერი უფრო მეტად დეტალიზდება. რაც შეეხება თერაპია არის მედიცინის დედა, ესე ვიტყვი. აქედან გამომდინარე, თერაპიას კი გამოიყო კარდიოლოგია, პულმონოლოგია, თუმცა არ ნიშნავს, რომ თერაპევტი არ მართავს ესეთ პაციენტებს. ასე რომ პაციენტები, ვინც მიმართავს კარდიოლოგს, პულმონოლოგს, ალერგოლოგს, ჰემატოლოგს, მოგვართავენ ჩვენ თერაპევტებს და შემდგომში უკვე თუ საჭირო იქნება, სხვა სპეციალისტების ჩართვა, რასაკვირველია გუნდური მუშაობა და გუნდური პრინციპი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთვება სხვა სპეციალისტები. რაც შეეხება რა ჩივილებით მოდიან, რასაკვირველია იქიდან გამომდინარე, თერაპია არის დიდი, ჩივილებიც არის მრავალფეროვანი, ეს არის
მაღალი წნევით მოდის პაციენტი თავის ტკივილით, დაბრუსხვევით, ჰაერის უკმარისობით, ხველით, სიცხით. აქედან გამომდინარე ძალიან საერთო სისუსტის ძალიან ბევრი სხვადასხვა დაავადებით მოდის პაციენტი და ძალიან დიდი მნიშვნელოვანია თერაპევტის ჩართულობა და სწორი დეფინიცია რა სჭირს ამ პაციენტს, რატომ აქვს სუნთქვის უკმარისობას, რომ ზუსტი მიმართულება მისცეს პაციენტს. გააგრძელოს პაციენტმა მკურნალობა კარდიოლოგთან, გააგრძელოს მკურნალობა პაციენტმა ჰემატოლოგთან თუ პულმონოლოგთან. აქედან გამომდინარე ძალიან დიდია თერაპევტის როლი პაციენტის, პირველადი პაციენტის შეფასებაში. მისცეს სწორი მიმართულება ვთქვათ. აუცილებლად, შეიძლება თვითონ თერაპევტმა დაასრულოს მკურნალობა, შეიძლება ჩართოს, სხვადასხვა სპეციალისტი, იმიტომ თერაპია თვითონ ცოდნით მოიცავს ძალიან ბევრს. აქედან გამომდინარე ესეთი მნიშვნელოვანი სპეციალობა, მნიშვნელოვანი დარგია და პირველი რგოლის პირველი ექიმი, ვისაც მიმართავს პაციენტი, არის თერაპევტი, იმიტომ რომ თერაპევტმა უნდა იცოდეს ყველაფერი. თქვენ ზანეთ რომ თერაპია არის დედა, ხო? დიახ. ინტერესო მამა ვინ არის, იმიტომ რომ მამა ალბათ ქირურგია. ჩვენ ხშირად ქირურგები ვამბობთ ხოლმე რომ აი ქირურგიის მამა არის ესა ეს თქვათ პიროვნებაზე ვამბობთ ჩვენ. დღეს ძალიან მოდური არის ასეთი ცნება პრევენცია. ზოგადად ყველაფერთან მიმართებაში და თავისი ადგილი აქვს ამ ცნებას ჯანდაცვაში. აი მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, რას ნიშნავს პრევენცია ჯანდაცვის სისტემაში და რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი დღეს ჩვენთვის ადამიანებისთვის. კი ბატონო, თვითონ ჯანმრთელობა ემსახურება პრევენციას. პრევენციის გარეშე ჯანმრთელობა არ არსებობს. აქედან გამომდინარე პრევენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო თვითონ დაავადების თავიდან აცილებისთვის, არამედ თვითონ დაავადების მკურნალობისთვის, მეორადი გართულებებისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პრევენცია ინვალიდიზაციის შემცირებისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და თითოეული პაციენტისთვის ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება. ამაზე უნდა ექიმს კონდეს გეზი მიმართული, რომ არა მარტო უმკურნალოს, არამედ ცხოვრების ხარისხი შეუნარჩუნოს, არა მარტო თვითონ ამ პაციენტისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი ხარისხიანი ცხოვრება და სიცოცხლე. აქედან გამომდინარე, ეს არის პრევენცია. პრევენცია როგორც შეიძლება იყოს, ბევრი რისკ ფაქტორები ხომ არსებობს, ხომ ესია და აქედან გამომდინარე არის ისეთი რისკ ფაქტორები, რომლესთან გამკლავება შეუძლია თვითონ პაციენტს. ეს ინდივიდუალური რისკ ფაქტორებია. ეს არის მაგალითად ცხოვრების წესი, ხო? ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ რამეს. ადამიანს შეუძლია დაანებოს თვითონ, სიგარეტის მოწევას, ხო? ეს ჩვენ ხელთ არის, არ დალიოს, არ მიიღოს დიდი რაოდენობით ალკოჰოლი, იკვებოს სწორად, ფიზიკურად დაიტვირთოს. ეს ყველაფერი არის, რისი გამოსწორება შეუძლია თვითონ ადამიანს. არის ასევე ისეთი რისკ ფაქტორები, რომლის ჩვენსა ვართ მონაწილეები, იმიტომ რომ მაგალითად თუ ვისაუბრებთ გარემოზე, რომელიც არის ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი და მე მგონი ყველა დარგში უკვე გამოყოფილია ეს გარემოს გავლენა სხვადასხვა დაავადებებზე, რასაც ჩვენც ვართ მონაწილეები ამ გარემოს დაბინძურებაში, ხომ ესია, ეს არის ჰაერი, ეს არის წყალი, ნიადაგი და რასაც ჩვენც ვართ ამის მონაწილეები, ახლა უშუალოდ იმ მომენტში შეიძლება ჩვენ ვერ შევასწოროთ და გამოვასწოროთ ჰაერის და წყლის ხარისხი, მაგრამ ჩვენი საქმიანობით შეიძლება ასე ხელი შეუწყოთ სუფთა გარემოს, წყალს, ჰაერს, ნიადაგს და ასე შემდეგ. არის რისკ ფაქტორები, რის შესვლაც სამწუხაროდ ჩვენ ხელთ არ არის გენეტიკური რაღაც განწყობა და ასევე
სახელმწიფოს ჩართულობაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასეთ ჩვენ ვართ მონაწილეები ამაშიც ალბათ. კი ბატონო. როგორც ექიმი მეც პაციენტთან გასაუბრებით დროს მეკითხებით, რომ აი ცნება თუ გაქვს. არა არ მაქვს. მოკლედ მე როდის გაისომე ბოლოს ცნება და საერთოდ არ გამისომეა. მაგრამ მაშინ დაიციმეს რომ არ გაქვს. არ მაწუნო, თავი არ მткиვა, არ მაწუხებს და ამიტომ თulis რომ არ აქვს. ანალოგიურად არის ხოლმე დიაბეტთან დაკავშირებით. დიაბეტი თუ გაქვს, არ მაქვს, იმიტომ რომ ავიცი არ აწუხებს და არ შემოწმებია. რა მაინტერესებს ისიც რომ მინდა რომ ამ ჩვენს მსმენელებს გავაგებინოთ რომ რა არის ის აუცილებელი პარამეტრები, ფიზიოლოგიური პარამეტრები, რომელიც ადამიანმა სისტემატურად უნდა შეიმოწმოს ხოლმე. რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვა არ აწუხებს, შეიძლება რაღაც იყოს, ხო? აი რა არის ესეთი პარამეტრები, რომლის კონტროლიც სისტემატურად აუცილებელია და რა სიხშირით უნდა მოხდეს მისი გაკონტროლება. კი ბატონო, სამწუხაროდ, ანუ ჩვენ ვავადდებით უფრო ადრე, ვიდრე ამას ვგრძნობთ, ხო? სანამ ჩივილები, წამოვა. აქედან გამომდინარე, რაც შეეხება არტერიულ წნევას, გეთანხმებით, იმიტომ რომ პაციენტები უკვე მოდიან ამ არტერიული წნევის, მაღალი არტერიული წნევის გართულებები ჩვენთან. ეს იქნება კარდიოვასკულური ნებისმიერი ინსულტი, ინფარქტი, წნევა ასევე აზიანებს თირკმელებს, თვალს და ასე შემდეგ. და მიჩნეულია, რომ მაღალი არტერიული წნევა თვითონ არის სტიჩუმი მკვლელი. იმიტომ რომ ჩივილებს ესეც ჩივილები არ აქვს, ხო, პაციენტს ნელ-ნელა ესე მოეპარება პაციენტს და შეიძლება პირველი დიაგნოსტირება მოხდეს პაციენტის, უკვე როცა პაციენტს განუვითარდა ინსულტი ან ინფარქტი. აქედან გამომდინარე, ასაკურველი ძალიან მნიშვნელოვანია პერიოდულად, ისედაც ექიმს უნდა მიმართოს ნებისმიერმა ადამიანმა, მოზრდილმა ადამიანმა, წელიწადში ერთხელ მაინც როცა არის სხვა არ აქვს რისკ ფაქტორები, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, თერაპევტს და აუცილებლად უნდა მოხდეს წნევის გაზომვა. უნდა ვიცოდეთ რა არის წნევის ნორმალური ციფრები, რასაკვირველია, ეს არის 90-60-დან 120-80-მდე ეს არის ნორმალური არტერიული წნევა და უკვე 120-ის ზევით ითვლება, რომ არის მომატებული წნევა და 140-90-დან ზევით უკვე არის არტერიული ჰიპერტენზია. რაც შეეხება იმას, რომ სამწუხაროდ პაციენტები როცა მოდიან და ჩვენ ვეუბნებით, რომ აიცით რა, თქვენ გაქვთ მაგალითად 160-ზე წნევა და ვიცით რა, ეს ჩემი წნევაა, მე ძალიან კარგად ვარ ამ წნევაზე, ჩემი წნევა არ არსებობს ეს წნევა, არის ნორმალური წნევა, რასაკვირველი უკვე როცა ნელ-ნელა იწევა ეს წნევა, ადაპტირება ხდება ორგანიზმში, მაგრამ ის არ ნიშნავს, რომ ის თავის ცუდ საქმეს არ აკეთებს. აქედან გამომდინარე, პაციენტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იცით, ინფორმაციის მიწოდებას და ზუსტ ეს გადაცემა ამას ემსახურება. იმიტომ რომ ამ რისკ ფაქტორების ზე მუშაობა და ანალიზი რომ უნდა იცოდეს მოსახლეობამ რა არის არტერიული ჰიპერტენზია, რას აკეთებს არტერიული ჰიპერტენზია და ასევე შაქრიანი დიაბეტზე ბრძანეთ, ხო? შაქრიანი დიაბეტიც არის ვერაგი დაავადება, არის ესე ორი ტიპის შაქრიანი დიაბეტი, პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი უფრო ახალგაზრდა ასაკშია, როცა ინსულინი, ეს არის პანკრეასის ჯირკვალი, ვიცით, სადაც ინსულინი გამომუშავდება, საერთოდ არ აქვს პაციენტს და ან ნაკლები, ხო ძალიან ეს მინიმალური როცა არ არის საკმარისი, თუმცა პირველი ტიპის დიაბეტი შეიძლება შეგვხვდეს ცოტათი მოგვიანებით უფრო ზრდასრულ ასაკშიც, არ ნიშნავს რომ აუცილებლად გვხვდება ახალგაზრდა ასაკში და არის მეორე ტიპის დიაბეტი, როცა არის საკმარისი ინსულინი, უფრო მეტი ინსულინი, მაგრამ ქსოვილები ვერ აღიქვავენ ამ შაქარს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ამ გლუკოზას და ვერ მოიხმარენ როგორც ენერგიის წყაროდ. და უფრო მეტი და მეტი ინსულინი უნდა მერე ორგანიზმს, რომ რამენაერად ეს გლუკოზა ენერგიად აქციოს. ეს არის ტიპი 2. და რასაკვირველია, ორივე დიაბეტი არის დამანგრეველი ორგანიზმისთვის, თუ არ ვაკონტროლოთ ეს დიაბეტი. დიაბეტის სამიზნეა გული, ტვინი, სიზარღვები, თირკმელები, თვალი. აქედან გამომდინარე,
შეიძლება როგორც გითხარით, ანუ ჯერ ვავადებით და მერე ვგრძნობთ, მერე გვაქვს ჩვენ ჩივილები. ძალიან მნიშვნელოვანია აუცილებლად ასევე შაქრის დონის ცოდნა, შაქრის გაზომვა და მით უმეტეს თუ უკვე ჩივილები გაქვს ადამიანს ისეთი როგორიც მაგალითად ძალიან ბევრ წყალს ვსვავ, ხო? ან ხშირად დავდივარ საპირფარეშოში, ან ძალიან ბევრ ვჭამ, მაგრამ ვხდები. აუცილებლად ვიმნახეთ აკარ ფორმაში ვარ, რამდენს ვჭამ და ვხდები ეს რაღაცა ისი არ არის, ხო? ეს შეიძლება ფარისებური ჯირკვალი იყოს, შეიძლება შაქრიანი დიაბეტი იყოს, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ პაციენტმა იცოდეს ის ჩივილები რომ მიაქციოს ყურადღება და მერე მივიდეს ექიმთან ხო თუ არ იცის ადამიანმა რომ ეს არის მნიშვნელოვანი ვერ მივა ექიმთან ყველა ექიმი არ არის ყველას არ აქვს სამედიცინო განათლება ამიტომ ექიმები ვემსახურებით იმას რომ პაციენტს ანუ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ და რასაკვირველია ჩვენთან პაციენტი როცა მოდის მაქსიმალურად ძალიან დიდ დროს ვუთმობთ ზუსტად აი ამის ახსნას რამდენად მნიშვნელოვანია რომ მოხდეს მერე დამყოლობა, იმიტომ არ არის პაციენტი უნდა გაიგოს რა სჭირს რომ მერე მოგყვეს, ხო? შეასრულოს შენ ვერ წაყვები სახლში და ვერ გაუკონტროლებ. ყველა საბარია თავისი ჯანმრთელობა, აქედან გამომდინარე უნდა გაითავისოს, რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ქმედების ქმედება რომ ანუ ჯანმრთელი იყოს და ანუ ან გამოჯანმრთელდეს. შაქრიანი დიაბეტი იყო კიდე რაზე ანუ რა ანალიზები უნდა ჩაიტაროს ანუ რაც შეეხება ანალიზებს ხო რასაკვირველია არტერიულ წნევა აუცილებლად უნდა იკონტროლოს პაციენტმა როგორც გითხარით ანუ თუ არის არ აქვს არანაირი რისკ ფაქტორი აუცილებლად წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მივიდეს ექიმთან და ეს რუტინული არტერიული წნევა ეს იქნება სისხლის საერთო ანალიზი, შაქრის დონე სისხლში, რასაკვირველია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს არის ერთ-ერთი რისკ ქვეყანა, სადაც ანუ ძალიან მაღალია გულსიძახვა და დაავადებები, უნდა სადღაც 40 წლის ასაკიდან თუ აქვს რასაკვირველია გენეტიკურად დეტერმინირებული უფრო ადრე ასაკშიც ლიპიდური სპექტრი უნდა განისაზღვროს. კი ბატონო, ხო, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი რასაკვირველია და ნუ იქიდან გამომდინარე მერე ნუ რა ასაკს მიეკუთვნება პაციენტი სხვადასხვა სკრინინგია გასაკეთებელი ონკომარკერები და ასე შემდეგ. შემდეგი შეკითხვა რომელიც მინდა დაგისვათ ცოტა შორიდან უნდა მოვუარო. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მომიწია მუშაობა და იქ წავეწყდი ასეთ პროფესიული შუღლის გამოვლენებას. ქირურგიული ასოციაციის პრეზიდენტი იქ იყო ერთ პერიოდში ვინმე ჯონ ნაჯარიანი სომეხი წარმოშობით ძალიან კარგი ქირურგი ძალიან კარგი ტრანსპლანტოლოგი მაგრამ აი პროფესიული შუღლის გამო რაღაც პრობლემა შეუქმნეს რაღაცა ხელოვნურად შეუქმნეს პრობლემა და ერთ-ერთი ასე ვთქვათ რაში სამწყუნებდნენ მას იყო ამდენად სასაცილო მე ჩემი თვალით მაქვს საკითხული რომ ამ როგორი ექიმია ეს პიროვნება რომელსაც მედიცინის გარდა აქვს კერძო ბიზნესი, რესტორნების ბიზნესი და ამ რესტორნებში ყიდიან ღორის ხორცს, რომელშიც არის ძალიან ბევრი ქოლესტერინი, რომელიც არის მავნებელი ადამიანისათვის. ეს შორიდან იმიტომ მოუვარე რომ რამდენად განაპირობებს საკვები ამ ქოლესტერინის მაღალ დონეს და ყველა ქოლესტერინის მაღალი დონე თუ არის საშიში ადამიანისათვის და საერთოდ რატომ არის ეს პარამეტრი აუცილებელი და საყურადღებო ადამიანისთვის. კი ბატონო, ანუ ქოლესტერინი აუცილებლად გვჭირდება, ხო, იმიტომ რომ და ცხიმი გვჭირდება, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა ჰორმონების ანუ შემადგენელი ნაწილია და ძალიან მნიშვნელოვანია ანუ საკმარისი ცხიმის და ქოლესტერინის ქონა ორგანიზმში. არის ესეთი ლიპიდურ სპექტრს ვსაზღვრავთ, სადაც ანუ როგორც ქოლესტერინს და პლუს ტრიგლიცერიდებს ვსაზღვრავთ ხოლმე პაციენტებში და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სპექტრია, ხო? ეს ნიშნავს რომ არის სხვადასხვა ქოლესტერინი, არის კარგი ქოლესტერინი და ცუდი ქოლესტერინი. მაღალი სიმკვრივის არის კარგი ქოლესტერინი, დაბალი სიმკვრივის არის ცუდი ქოლესტერინი.
როგორც გითხარით, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა აქვს ადამიანს რაღაც რისკ ფაქტორები გენეტიკურად დეტერმინირებული, ხო? არის გენეტიკური ლიპიდური ცვლის ანუ მოშლაც, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი უფრო სხვადასხვა ტიპის, თუმცა საკვებსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ანუ ზეგავლენა ამ ლიპიდურ ცვლაში. როცა იმოწმებენ ხოლმე პაციენტები, მით უმეტეს როცა უკვე აქვთ რაიმე გულსიძახთა დაავადება, ხო, და ხომ ხარს წერია, ხო, ნორმა ხოლმე გვერდში. უიცით რა, ნორმალური მაქვს მე ყველაფერი და არ არის ესე. ნორმა შეიძლება იყოს ის ნორმა რა წერია, ნორმა იყოს ჯამთელი ადამიანისთვის. მაგრამ იმ ადამიანს, რომელსაც აქვს გულსიძახთა დაავადებები, ის ნორმა არ არის. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება უფრო მეტად დავწიოთ ცუდი ქოლესტერინი და ავწიოთ ეს მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი. კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორკვებას, ეს არის უფრო მეტად აი თევზეულობა, თხილი, თევზი, ბოსტნეულით მდიდარი საკვები, ძალიან მნიშვნელობა აქვს შაქრის გაკონტროლებას, იმიტომ რომ შაქარი წევს მაღლა ტრიგლიცერიდებს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე სწორ ანუ ფიზიკურ აქტივობას და ძილს. ძილი არის აი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და მე რაღაც მანკიერი წრე იკვრება ხოლმე, რაღაცა დაავადებები, რაღაცების ნაკლებობა, D ვიტამინის ნაკლებობა იქნება, რკინის დეფიციტი იქნება, ანუ აქ რაღაც ჰორმონალური დისბალანსი, ეს იქნება შაქრიანი დიაბეტი, ფასებური ჯირკვალი, ეს იწვევს უძილობას, მე ან და ეს უძილობა მე კიდე იწვევს ესეთ სტრეს ჰორმონის გამომუშავებას, კორტიზოლი ალბათ ხსმენიათ ყველას და ეს იწვევს მე ჭარბი წონის პრობლემას და ასე შემდეგ და ესეთი მანკიერი წრე იქნება. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია აი ესეთი პათოლოგიური რგოლების გამოვლინება, რომ აი მაგაზე ვიმუშაოთ და გავარღვიოთ რაღაცაერთ ეს მანკიერი წრე და ნუ პაციენტი გახდეს ჯამთელი, იმიტომ ძილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, გადავედი ხე ლიპიდებიდან ძილზე, მაგრამ ძილი ძალიან მნიშვნელოვანია და ხარისხიანი ძილი არის მნიშვნელოვანი, არ მარტო ხანგრძლივობა, არამედ ხარისხიანი ძილი. ეს ჩვენ ექიმებს გვაკლია ხოლმე ძილი და ამიტომ ისეთი მტკივნეულად საუბრობ ამაზე, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხარისხიანი ძილის საკლიათ ხოლმე ძილი. ხო. ალბათ არ ვიცი ხო, მაგრამ მე როგორც ექიმი ვიძახი გვაკლია, იმიტომ რომ კი ჩემი შემდეგი შეკითხვა შეეხება ისეთ ორგანოს, რომელიც ყველა მიცის. და ეს ორგანო არის გული. გული ყველა მიცის, ყველას გაუგია, ყველა მიცის, რომ გული არის რაღაც მუჭის ხელა ორგანო, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ შეიძლება ყველამ არ იცის, რომ აი გული თქვათ წელიწადში 52 მილიონჯერ იკუმშება. და რომ გული წელიწადში 10 მილიონ ლიტრ სისხლს წუმბავს, რა ვიცი. რეკორდსმენი ორგანოა. ეს არის რაოდენობა. და აი ამ გადაწყვეტის დროს იგი 37 ტრილიონ უჯრედს აწვდის სისხლს, ხო? რაოდენობის მიხედვით. აი მე მაინტერესებს რა არის ყველაზე უფრო ხშირი დაავადება ამ მუჭისხელა ორგანოში, ასეთი მნიშვნელოვანი ორგანოში, რომლითაც თერაპევტებთან მოდიან ჩივილებით პაციენტები და რა ინფორმაცია უნდა ქონდეს ჩვენს მოსახლეობას აი ამ მუჭისხელა გულის დაავადების პრევენციის პროცესის. იცით რა არის? ანუ თერაპევტთან მოდიან, როცა გული ტკივათ, უფრო მიდიან კარდიოლოგთან, მაგრამ როცა სუნთქვა უჭირთ, მოდიან თერაპევტთან. აქედან გამომდინარე, უკვე თერაპევტ უნდა გაარკვიოს ეს სუნთქვა უჭირს, სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა, ადვილად დაღლა, ეს რატომ აქვს პაციენტს, არის გულის ბრალი, ფილტვის ბრალი, დაბალი ჰემოგლობინის ბრალი თუ შფოთვის ბრალი, ხო? აქედან გამომდინარე, ეს დიფერენცირება უნდა გააკეთოს თერაპევტ. გულის უკმარისობა საკმაოდ ხშირია, თუმცა გულის უკმარისობის ქოლგის ქვეშ მოქცეულია ძალიან ბევრი სხვადასხვა დაავადება. გულის უკმარისობა არის ფინალი სხვადასხვა დაავადების. აქედან გამომდინარე, მიზეზი გულის უკმარისობის შეიძლება სხვადასხვა იყოს. ეს შეიძლება იყოს გულსიძახთა
დაავადებისა ისემიური დაავადებება ხო იცით ალბათ ეს ინფარქტი ეს შეიძლება იყოს შეიძლება სხვადასხვა გენეტიკური კარდიომიოპათიები შეიძლება იყოს არტერიულ ჰიპერტენზია შეიძლება იყოს ამის მიზეზი და შეიძლება არა გულის მიზეზი ან მაგალითად ფასებო ჯირკვლის პრობლემა ანემიამ რომელმაც მეორადად ჩართო გული და დააზიანა და გამოიწვია გულის უკმარისობა. აქედან გამომდინარე პირველი რითაც პაციენტი მოდის იცით რამე მახველებს მიჭირს სუნთქვა და რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანი აქვს ექიმის კვალიფიკაცია რომ სწორი დიაგნოზი და მე მაქვს ორივეს კვალიფიკაცია აქედან გამომდინარე ჩემთვის ეს მარტივია კარდიოლოგიური პათოლოგიითა პაციენტი თუ რამე ფილტვის პრობლემა ან რაიმე სხვა პრობლემა მოსახლეობა უნდა იცოდეს რომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვერ იძინებთ ვერდებთ თავს ბალიშზე გიჭირთ სუნთქვა იღლებით მალე აუცილებლად არ გადადოთ და მიმართეთ ექიმს რათა დაისვას დროულად დიაგნოზი დროული დიაგნოზი ნებისმიერ უნდა გაუსწორო თვალი შენ მტერს ხო იმიტომ რომ დაავადება არის ჩვენი მტერი და თუ გაუსწორებთ თვალს ჩვენ მტერს ჩვენ მას დავამარცხებთ რაც უფრო მალე მოხდება ამ დაავადების დიაგნოსტირება მით უფრო ადვილია ადვილი რა ვიცი გააჩნია დაავადებას მაგრამ მით უფრო რაც უფრო ადრეა მით უფრო მეტი დრო გვაქვს და მეტი შესაძლებლობა რომ პაციენტს დავეხმაროთ ადრეულ ეტაპზე უფრო ადვილია დამარცხება მართალი ვიზანდებით ჩემი შემდეგი შეკითხვა ამ დაგვარად მინდა დავიწყო ალბათ ძალიან ცოტას თუ ვინმეს აქვს ნანახი რომ ადამიანი ჭამდეს ქაღალდს მე ვჭამდი ბავშვობაში აი საინტერესოა თურმე ეს რომ ადამიანი ჭამს ქაღალდს ყოველ შემთხვევაში საკუთარი ნებით ამას ეს დაავადების გამოვლინებია და ამას თავის სახელი ქონია პიკაციზმი არის ეს ასეთი სახელი პიკაციზმი და თურმე ეს ყოფილა რკინის ნაკლებობის გამოვლინება. ახლა ალბათ არ არის აუცილებელი რომ ადამიანი ქაღალდების ჭამამდე მივიყვანოს. ალბათ მანამდე უნდა მოხდეს ამ დაავადების გამოვლინება და მაინტერესებს თქვენი აზრი როგორც თერაპევტის რა შემთხვევაში რა სიმპტომებზე დაყრდნობით უნდა მიიტანოს ადამიანმა ეშვი რომ მას შეიძლება აქვს რკინის ნაკლებობა და როგორ უნდა მოიქცეს. კი ბატონო. ერთ შემთხვევას მოგიყვებით ჩემი პაციენტის შემთხვევას. ხანდაზმული ცოლ-ქმარი მოვიდა ჩემთან და ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა ამ ქალბატონს. გავსინჯე გულის უკმარისობა იქ არ იყო, ჰქონდა ტახიკარდია, აჩქარებული გულის ცემა და მეუღლე გამიყვანა და მითხრა: "გეხვეწები, დამეხმარე, ყოველ დღე დიდი თეფშით ჭამს მიწას." ხო და მივხვდი რომ აქ ნამდვილად რკინა არ ქონდა რეალურად ამ პაციენტს და ისეთი გემრიელია, მითხრა ქალმა, ისეთი გემრიელია, მიწის ჭამაო. და კი არის ახლა მე მგონი უკვე რაღაც საკულტივირებული მიწაა და კი ჭამენ ხოლმე მე მგონი მიწას უკვე რაღაც არის ესეთი კი. ხო, ვიცი მინერალებით, მაგრამ მე აი ამ პაციენტით ნამდვილად რკინა ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. არც ბევრი რკინაა კარგი და არც ცოტა რკინა. იმიტომ რომ ბევრ რკინასაც ძალიან მერე ცუდ გავლენას ახდენს ორგანიზმზე, იმიტომ რომ იწვევს ეს წოდებულ ოქსიდაციურ სტრესს და აზიანებს უჯრედებს. რაც შეეხება თვითონ რკინას ჩვენ გვაქვს ესეთი ასოციაცია რომ რკინა აუცილებლად ასოცირდება ჰემოგლობინთან. კი ბატონო, 2/3 რკინის ძალიან ბევრ ფერმენტშია ეს რკინის ელემენტი. უმეტესობა არის ჰემოგლობინში, მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ეს ჟანგბადის ტრანსპორტირებაში გვეხმარება. თუმცა არის რკინის დეპოც, ხო? შეიძლება ესე იგი კონდეს არაჩვეულებრივი ჰემოგლობინი, მაგრამ რკინის დეპო უკვე კონდეს 0-ზე დაყვანილი
და ნუ ჩივილები როგორი შეიძლება ჰქონდეს? ეს ჩივილები ზოგადია, იმიტომ რომ სხვადასხვა დაავადებებსაც შეიძლება ეხა ზუსტად ამ ჩივილით ვერ იტყვი რომ ეს რკინის დეფიციტია, თუმცა აი ქალბატონებს რატომ მცივად ხმა? რატომ მეფშნება ჩხილები, ხო? აი თუნდაც იგივე უძილობაც შეიძლება იყოს, ან მოუსვენარი ფეხის სინდრომი, ეს ახტება ხოლმე ესეთი ფეხი, ხო? შეიძლება იყოს რკინის დეფიციტი, აქ ანემია არაფერ შუაში არ იყოს ანემია, ანუ იცი რა, მოდი შევიმოწოთ სისხლის საერთო ანალიზი, აბსოლუტურად ნორმალური სისხლის საერთო ანალიზი გაქვს, აქ შენ ანემია, ანუ არ გაქვს დეფიციტი რკინის, არ არის ეს სწორი. და რასაკვირველია თუ გვაქვს ეჭვი, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ანალიზი, ეს რკინა, ფერიტინია, ეს სხვა პარამეტრებია, რითაც ანუ ვიგებთ ჩვენ რა გვაქვს დეპო რკინის. თუმცა ანემიაზე თუ ვსაუბრობთ, მარტო რკინა არ იწვევს, რკინის დეფიციტი არ იწვევს ანემიას, ანემია შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზით განპირობებული და თუ ვლაპარაკობთ ესეთი მიკროელემენტებზე და ვიტამინებზე, B12-ის დეფიციტი, ფოლის მჟავის დეფიციტი, ასევე არის ანუ ანემიის ერთ-ერთი მიზეზი. და თვითონ ანუ მიზეზი ამ ანემიების არის ძალიან ბევრი. ხომესია, იმიტომ რომ მაგალითად ორ სულს ფიზიოლოგიურად აქვს რკინის დეფიციტი, მოზრდილას აქშიც არის, იმიტომ ძალიან ბევრი მოხმარება აქვს ხო ამ რკინას. როცა ორგანიზმი იზრდება. რკინის დეფიციტი შეიძლება იყოს, როცა ადამიანი ვერ ჭამს, ვერ იკვებება ისე სწორედ, როგორც წესია. არის სხვადასხვა რკინა, და არის ანუ რამდენად ხდება ამ რკინის სწორი შეწოვა თვითონ თუ არ არის შეწოვა დარღვეული ასევე შეიძლება რკინა დაკარგოს ადამიანმა სისხლით ხო სისდენით ესე ძალიან მნიშვნელოვანია და აი სიმსივნური დაავადებებიც ასოცირდება ანემიასთან. აქედან გამომდინარე, როცა ანემიაზე ვსაუბრობთ, ესეთი მარტივი არ არის, ხო? აქედან გამომდინარე, უნდა მე უფრო გაღრმავდეს კვლევები და ინახოს რა ტიპის ანემია აქვს პაციენტს. რკინა იქნება B12 იქნება ფოლიმჟავა თუ სხვა ტიპის ანემია, იმიტომ ქრონიკული დაავადებებიც დაავადებებსაც თანსდებს ხოლმე ანემია. აქედან გამომდინარე, ესე მარტივი არ არის, უბრალოდ როცა პაციენტს აქვს სისუსტე, ადვილად დაღლა, აქვს ანუ ეთმების ცვივა, ხო ის უფრო ყოველას ცვივა თმა, მაგრამ ანუ უფრო სწრაფად. ანუ ფრთხილები ემსხვრება, აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან, რომ ექიმმა ანუ დაგეგმოს სწორად რა ანალიზები აქვს ამ პაციენტს შესაბამისად, იმიტომ რომ ზოგიერთი თვითმკურნალობით არის ხოლმე დაკავებული, მეზობელმა ეს დალია, ჩემმა ნათესავმა ესქნა, ეს არ არის სწორი, იმიტომ ჩვენ ვართ ყველა ინდივიდები, ჩვენი საკუთარი რაღაც პრობლემები გვაქვს, აქედან გამომდინარე ეს პრობლემა უნდა დადგინდეს და მე უნდა მოხდეს ამის ანუ მოგვარება, იმიტომ რომ როცა სამწუხაროდ მოდიან ხოლმე ზოგჯერ დაგვიანებული შემთხვევებია, როცა უკვე ჩართულია მაგალითად იგივე გულიც, იწვევს გულის უკმარისობას ის ანემია, იწვევს ანემიამ შეიძლება გამოიწვევს ასევე ინფარქტი, იმიტომ რომ მეორე ტიპის ინფარქტი კი ბატონო და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დასმა და მიზეზის ნახვა რომ თქვენ აღნიშნეთ ახლა ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე. მაგრამ თურმე ადვილად დაღლა და საერთო სისუსტე შეიძლება სულაც არ იყოს დაკავშირებული რკინის დეფიციტთან. ამას შეიძლება დაემატოს მეხსიერების გაუარესება, ამას შეიძლება დეპრესიას კი დაემატოს და თურმე ყველაფერი ამის მიზეზი შეიძლება იყოს ვიტამინი D. კი ბატონო. მაინტერესებს, აი რა შემთხვევაში უნდა მიიტანო ეჭვი, ხო მაინდა-მაინც დეპრესიაში ხო უნდა ჩავარდეს ადამიანი, რომ ამის გამოკვლევა დაიწყო. რა შემთხვევაში უნდა მიიტანო ეჭვი ადამიანმა? იცით რა არის, მე მგონი, აი D ვიტამინი გახდა ძალიან აქტუალური კოვიდების პერიოდში. და ძალიან დიდი როლი აქვს ამ D ვიტამინის, ჩვენ ვიცით ამ სახსროვანი კუნთების, სახსროვანი ძვლების და ასე შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იმუნური სისტემისთვის, ხო? მაგრამ როგორც თქვით, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ამ ჩვენ ბუნება განწყობაზე ძალიან მოქმედებს, დეპრესიას იწვევს.
და არა მარტო დეპრესიას ბატონო გია D ვიტამინის დეფიციტი არის დაკავშირებული ასე ძალიან ბევრ სხვადასხვა ონკო დაავადებებთან და ასევე გულსიძახთა დაავადებებთან, შაქრიან დიაბეტთან, ასევე D ვიტამინის ნაკლებობა არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სამწუხაროდ, მინდა ვთქვა, იქიდან გამომდინარე ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით დახურულ სივრცეში და დილიდან 9-დან, ანუ 7 საათამდე უმეტესობა მუშაობს და ვართ ანუ შენობებში. უნდა ჩავთვალოთ ყველას გვაქვს D ვიტამინის დეფიციტი და ეს კულტურა უნდა გქონდეს ჩვენ ყველას, რომ D ვიტამინის ჯერ კარგია რომ განსაზღვროთ ეს D ვიტამინი ერთხელ მაინც და საპრევენციო D ვიტამინი მივიღოთ ხოლმე. არის D ვიტამინი ან 15 წუთით გავიდეთ მზეზე და 15 წუთი ვიდგეთ მზეზე ხოლმე დავისვენოთ და აი ჩვენი ყოველდღიური რუტინა ცოტა გადავდოთ და დავისვენოთ ამ მზეზე დავიმუხტოთ ამ მზის ენერგიით და მერე შევიდეთ და განვაგრძოთ მუშაობა. მასალას ფოტოშორის მეც ამასინაცელს გეგმიურად შევიმოსმე და აღმოჩნდა რომ კრიტიკულად დაბალი მქონდა ეს ვიტამინი D. მე დავაკვირდი ახლა მაინც ასე თუ ისე ექიმის ვარ ხომ დავაკვირდი რომ სამსახურში მოვდივარ როცა ჯერ არ არის ამოსული და მივდივარ როცა მზე უკვე ჩასულია. ანუ პრაქტიკულად მზეს ასე რომ მე მგონი შეიძლება ვერ ვხედავთ საკითხი ადმინისტრაციის წინაშე რომ შემოკლდეს სამუშაო დღის განმავლობა რომ მზეს დანახვის საშუალება მზეთ ნახავები ვარ ნუ გადავიწევი მართალი ერთი ესეთი შემთხვევა იყო 3 დღის წინ ადამიანს თან საუბარი მქონდა და ალკოჰოლს ვერ მივიღებ რაღაც ჭიქასაც რატომ ეს კიდე ანტიბიოტიკს ვიღებო რატომ ვიღებ ანტიბიოტიკს და რაც რაღაცა 2 დღეა უკვე ხველება მაქვს და თუმცა გადავწყვიტე რომ ანტიბიოტიკი მივიღო ნუ რამდენად გამართლებულია მე უცხარი თქვა ჩემი აზრი მაგრამ რამდენად გამართლებულია თქვა საერთოდ რა იგივე ანტიბიოტიკის მაშინვე დაწყება და თუ არის შესაძლებელი რომ ადამიანმა თვითონ სანამ ექიმთან და ამ გამოკვლევებს არ ჩაიტარებს განაცხადოს ვთქვათ აი გაციება, გრიპი, პნევმონია, ფილტვების ანთება. აი თუ არის ამის განსხვავება ხო, ესეც აი სამწუხაროდ ესეც დიდი პრობლემაა ჩვენ მოსახლეობაში და ამიტომ აი ჩვენ ვართ აქ რომ ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, რამდენად მნიშვნელოვანია თვითმკურნალობით არ დაკავდეს ანუ მოსახლეობა, იმიტომ რომ თუ პაციენტს აქვს ხველა, არ ნიშნავს ყველა ხველა, რომ აქვს პაციენტს აუცილებლად ფილტვების ანთება და საჭიროებს რაიმე ანუ მკურნალობას. როგორც გითხარით, აი მანამდე ხველა შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადების ანუ გამოვლინება. აქედან გამომდინარე, მარტო ხველა თუ აქვს ადამიანს, თამითმეტეს თუ ხანგრძლივად ქრონიკულად ახვევებს, ქრონიკულად რა, ანუ თუ პაციენტს აქვს ხველა 3 კვირაზე მithumetes მეტი, ეს ნიშნავს, რომ ეს არის რაღაცა საგანგაშო ნიშანი, ხო, განგაში უნდა ატყდეს, უნდა მივიდეს აუცილებლად ექიმთან და უნდა ინახოს რა არის ამის მიზეზი. ეს ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. 3 კვირა დაელოდოს? არა, 3 კვირა უნდა დაელოდოს, მაგრამ ეს ელოდებიან უმეტეს შემთხვევაში. რასაკვირველია, როცა გახანგრძლივდა ხველა, აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან. შეიძლება იყოს ბანალური, იქიდან გამომდინარე, შეიძლება სურდო აქვს და ჩასდის ანუ უკან და ამის პოსტურალ დრენაჟი ხდება და ამიტომ ახველებს, უნდა გაარკვიოს ექიმმა, რატომა ეს ხველა, ხო? შეიძლება ანუ სურდოს გამო ახველებს, შეიძლება ფილტვების გამო ახველებს, გულის უკმარისობის გამო ახველებს, უბრალოდ არის რაღაცა ფსიქოემოციური და ახველებს შეიძლება იყოს აი ქირურგი ხარ და რეფლუქს ეზოფაგიტი ხო, როცა ანუ კუჭის შიგთავსი ამოდის ზევით და მაგან შეიძლება გამოიწვიოს ხველა, აქედან გამომდინარე ექიმმა უნდა გაარკვიოს რატომ აქვს ამ ადამიანს ხველა სჭირდება თუ არა. ძალიან ხშირად აქვს პაციენტს გულის უკმარისობა და ანტიბიოტიკებით არის გაჟღინთული და ყველა გაციებას, რასაც თქვენი ძახით, ხო, ყველა ვირუს გრიპს ანტიბიოტიკი არ სჭირდება. ეს არის ვირუსი და თუ არ არის ბაქტერია, იქ ანტიბიოტიკი არ არის საჭირო. და ძალიან ცუდ რაღაცას ვაკეთებთ, სამწუხაროდ ზოგჯერ ექიმებიც სოდავენ, როცა ვირუსულ
პნევმონიის დროს იწყებენ ანტიბიოტიკოთერაპიას. ეს არანაირად არ არის გამართლებული. ანტიბიოტიკი ემსახურება ბაქტერიებს და არა ვირუსებს. აქედან გამომდინარე, ასაკურველი ექიმა უნდა მივართოს ექიმს და ექიმა უნდა გადაწყვიტოს ეს პნევმონია თუ რა არის. რაც შეეხება გრიპს და ვირუსებს, აი ეპიდემიოლოგიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ თუ ოჯახში ვინმეს ჰქონდა, ან ირგვლივ ვინმეს ჰქონდა, ხო, ეს უფრო ალბათ ვირუსული ინფექცია არის ხოლმე, რომ ვირუსი აპროვოცირებს და ანუ ამანიფესტირებს, ან გვაჩვენებს სხვადასხვა დაავადებას. ძალიან ხშირად ჩვენ პაციენტები ყოლია ხშირად რა, ანუ სამწუხაროდ კი, ანუ მოდიან პნევმონიით რეალურად, პნევმონია აქვს, თან ფილტვების ანთება და მე აღმოჩნდება, რომ პაციენტს აქვს, ანუ კიბო, ფილტვის კიბო პირველად დიაგნოსტირებული ჩვენთან. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია არ დააიგნოროს პაციენტმა ესა თუ ის ჩივილი, მით უმეტეს თუ ეს ხანგრძლივი ჩივილია და მივიდეს დროულად ექიმთან და უკვე ჩვენ დავეხმარებით პაციენტს დიაგნოზის დასმაში და მკურნალობაში. Ну, თავიდან აღნიშნეთ ჩვენ, რომ თერაპია ძალიან მრავალ ორგანულ სისტემას მოიცავს, ბევრი დაავადებების მკურნალობას მოიცავს. მე უბრალო ქირურგი ვარ, ამიტომ შეიძლება გამომჩეს ზოგიერთი მიმართულება და ხომ არ არის ისეთი თქვათ აი აუცილებელი საკითხი თერაპიული კუთხით, რომლის შესახებაც თქვენ რამოდენიმე სიტყვით გინდათ ჩვენს მსმენელებს უთხრათ, ისეთი თქვათ ტიპიური, რაც თქვათ რა ინფორმაციის მიწოდებაც აუცილებელი. ალბათ კიდევ ერთხელ გავამახვილებდი ყურადღებას პრევენციაზე და ამ რისკ ფაქტორებზე და მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო, ფინეთის მაგალითი 70-იან წლებში. თურმე ფინეთში ძალიან მაღალი იყო გულსიძახთა დაავადებით განპირობებული სიკვდილობა. და ამ ჭკვიანმა ფინელებმა გადახედეს რა არის ამისი მიზეზი, ჩამოწერეს ეს რისკ ფაქტორები და აი როგორც ჩვენ ახლა თქვენთან ერთად ვზივართ, დაიწყეს ამის პროპაგანდა. რა არის რისკ ფაქტორები, როგორ უნდა ვებრძოლოთ ჭარბწონას, იქ დავანებოთ სიგარეტს თავი, ანუ სხვადასხვა ეს პოპულარული ხალხი იყო ჩართული და 5 წელიწადში ალკოჰოლის მოხმარება შემცირდა, თამბაქოს მოწევა შემცირდა და წნევის ციფრებმაც ანუ მოსახლეობაში დაიძია და 20 წელიწადში 75%-ით შემცირდა ანუ სიკვდილობა გულსიძახთა დაავადების. ანუ რამდენად მნიშვნელოვანია რისკ ფაქტორებთან ბრძოლა, გვიჩვენებს ფინეთის მაგალითი. კიდევ ერთხელ მინდა მიმართო ჩვენ მოსახლეობას, რომ რაც არის ჩვენ ხელთ, აუცილებლად ჩვენ უნდა გავაკეთოთ. არავინ არ გააკეთებს ჩვენს მაგივრად. ვერ დაანებებს სიგარეტს თავს, ვერ დაანებებს ალკოჰოლს თავს, ასევე ნარკოტიკებს. ჩვენს მაგივრად ვერავინ ვერ ივარჯიშებს, ამიტომ უნდა გავხდეთ უფრო მეტად აქტიურები. და ანუ სწორად უნდა ვიკვებოთ. იცით რა არის კვება იმ მომენტში ხა თუ არავინ თუ არ მოიწამლე რაღაცით ხო შედეგს ვერ ხედავ ხა გონია ნუ შეჭამე მე რა კარგად ვარ რა ანუ მივისთვი იქ რაღაცა გოჭის ხორცი ერთხელ მე ის გამოვიძახე რაღაცა ავიცი რა ქვია მას ჰამბურგერები და რაღაცები ვჭამე და ნუ ძალიან კარგად ვარ მე ძალიან მაგარი ვარ არაფერი ამჭირს მე ცოტა ხანში გვექნება უკვე შედეგი აქედან გამომდინარე კულტურა უნდა შევიმუშაოთ ყველა და ეს არ არის მარტივი, ყველაზე ადვილია მედიკამენტის გადაყვება, ცხოვრების სტილის შეცვლა, ცხოვრების ეს რისკ ფაქტორების შეცვლა არის ყველაზე რთული და ამიტომ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ თქვენ, მოგაწოდოთ ინფორმაცია და ერთად გავუმკლავდეთ დაავადებას. ძალიან დიდი მადლობა. ტელევიზორში მინახია ხოლმე რომ აი პროდიუსერი მეუბნება რომ თქვენი დრო ამოიცნო. ასე რომ დიდი მადლობა თქვენი დროისათვის და მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა თქვენ.